სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ადამიანი ამ სამყაროში შეიძლება ასე ვთქვათ ორ სოფელში ცხოვრობს. ჩვენ ხშირად გაგვიგონია დალოცვაც მამებისგან, უწმინდეს ჩვენი უწმინდესი პატრიარქისაგან, რომ ღმერთმა დაგლოცოთ ორ თავ სოფელში. და ეს ორ თავ სოფელში ყოფიერება ადამიანისა რეალურია, სანამ არსებობს, სანამ იგი ხორჩია, სანამ რეალიზებულა მისი თავისუფლება სრულად და პიროვნული არჩევანი, საბოლოო ჯამში, სანამ უფალი დაბრუნდება და სანამ საბოლოო ჯამში არ იქნება ნათელი და სანამ ბოროტება იმ წყდიაჩში დაინთქმება, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია და ჩვენი თვალსაწიერიდან სამუდამოდ გაქრება. რაც რა თქმა უნდა სამწუხარო რეალობაა იმათვის, ვინც საბოლოო ჯამში მას დაიმკვიდრებს. ხოლო ჩვენ, რადგან ამ ეტაპზე პიროვნული არჩევანის პერიოდში ვართ, ჩვენ გადღავნილი ვართ ამ სამყაროში და ჩვენი არჩევანი მუდმივად ქმედითია, მუდმივად დინამიკაშია და ჩვენ არ ვიცით, არათუ პარადისობაში რა იქნება ჩვენ თავს, არამედ ჩვენ არ ვიცით ამ საღამოს რა იქნება ჩვენ თავს, ერთი წამის მერე რა იქნება ჩვენ თავს და ჩვენ ვსწავლობთ, რომ ჩვენი არჩევანი მუდამ ცოცხალი იყოს და ის არასოდეს იყოს მიძინებული და ყოველწამიერად სწორ არჩევანს ვაკეთებდეთ, იმიტომ რომ ადამიანი ასე ფუნქციონირებს, ასე ცხოვრობს, ასე ყოფიერებს, ესეა მისი მდგომარეობა და ამიტომ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა მოდუნდეს. ჩვენ ყველამ ვიცით საკუთარ ტყავზე გამოცდილი გვაქვს, როგორც კი როცა ცოდვაში ვარდებით, როდესაც რამე ისეც გავაკეთებთ და თუფლისათვის სამთრო არ არის, იმას წინ უძღოდა ჩვენი მოდუნებული მდგომარეობა. ჩვენი არაფხიზელი მდგომარეობა. არაფხიზელი არა ნარკოტიკით ან სასმელით, არამედ სიმთვრალე, არასიფხიზლე, ამასოფლის სულით. ამასოფლის სულით თვრებით შეიძლება ასე ითქვას. და მუდამ სიფხიზლე, მუდამ განჟისუნარი უნდა გქონდეს ჩართული, ეს მექანიზმი ჩვენში მუდამ ჩართული უნდა იყოს, რომ ჩვენი პიროვნული არჩევანი არასოდეს არ იყოს ძალადობით ხშირად ეშმაკისგან გაცრუებული, მოტყუებული და იმ გზაზე გადასული, სადაც არ უნდა ვიარებოდეთ. მეორე მხრივ, აი ეს ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენ მდგომარეობას და ეს მუდამ გვაწუხებს. არ ვიცით ხვალე რა იქნება. ხანდახან მივისწრაფით ნათლისკენ და გვინდა რომ ჩვენში ნათელი რეალიზდეს, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ჩვენ შევიტყობთ ბნელს და ოღონ არ გვინდა რომ ეს სიბნელე გამოჩნდეს, ეს ცოდვა გამოჩნდეს. მას ჩვენ დაფარულად ვატარებთ. ხო, ხშირად გვითხოვს რომ ადამიანის გული რომ ადამიანის ჩვენ ერთმანეთის გულებს რომ ხედავდეთ, ეს იქნება უბრალოდ კატასტროფა. ისეთ რაღაცებს დავინახავთ ერთმანეთში, რომ ერთმანეს თვალებში ვერ შევხედავთ. იმიტომ ჩვენგან დამოუკიდებლად ეს სიბინძური არსებობს, მაგრამ ჩვენ ნებაშია მას დავდგუნავთ, მას არ მოусმენთ, მას გავემიჯნებით თუ მასთან ვითანამშრომლებთ. გესმით, აი ესე, ამიტომაც არის იყავ ნება შენი. ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის. ჩვენი ნება მხოლოდ უკეთურია, ჩვენ ძალიან გვიჭირს ამის გააზრება, გაცნობიერება, მაგრამ ეს არის ფაქტი და ეს არის მოცემულობა და მერე ჩვენ ყველას გველოდება უცილობელი წარდგომა ღვთის წინაშე და ერთია რომ ღმერთის სიყვარულია და ყველას ყველაფერს პატიებს და მეორეა დატევნა ამ სიყვარულისა. და ჯოჯოხეთი არის იმ ადამიანთა მდგომარეობა და მერე ესე იგი ყოფიერება, რომლებმაც ვერ დაიტიეს ის ყოფიერება, ის აბსოლუტური სიკეთე, ის სინათლე, ის სიყვარული, ის თავისუფლება, რასაც ღმერთი ქვია. ვერ დაიტიეს, არ შეუძლია. ესმით, არ შეუძლია, არ უნდა, მისი პიროვნება აი ესე რეალისტია. და ეს საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა წავდგებით ამის წინაშე და ხო ხვდებით, რომ ეს არც ძალიან შორს არ არის ეს პერიოდი. ჩვენ თვალწინ ადამიანები მიდიან, ხან ერთი გარდაიცვლება, ხან მეორე გარდაიცვლება, ხან ახალგაზრდა, ხან ასაკოვანი, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ხან საღგონებაზე მიდის ადამიანები და ხან ესე იგი გონება დაბნელებული მიდის, ხან მოულოდნელად, ტრაგიკულად და ასე შემდეგ. არც დიდი იცის ამან, არც პატარა, არაფერი. გესმით, ეს პროცესი სულ არის გარდაცვალების პროცესი და ჩვენ ამის
მაყურებლები ვარ და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ სეირის მაყურებლები ვიყო და არ ხდება ესე? აბა გაიხსენეთ ახლა როგორ ხდება ხოლმე, როცა პანაშვიდებზე როცა მივდივართ და ასე შემდეგ. ხო, აი ადამიანები, ხო, ვიცი, ახლა ადამიანები კი არ განვიკითხავ ვინმეს. ჩვენ ვდგავართ, ვიცინით, რაღაცებს ვიხსენებთ, რაღაცებს ყვებით, გესმით, ზიან და smartphone-ებში უყურებიან და იქაც ვერ ელევიან ამ სოციალურ ქსელებს. ხო, ვის ახსოვს წინ მდებარე გარდაცვლილი ადამიანი? ხო, ან თუ ახსოვთ ისე ზერელად. გვავიწყდება რა, რომ ეს არის ჩვენი წინასახე, ჩვენ ცოტა ხანში არ მდგომარეობაში აღმოჩნდება. და გამჟღავდება ჩვენი გულის რახვანი, ვინ ვიყავით? ვინ ვიყავით? ეხლა არ მჟღავდება ადამიანი იტყვის. როგორ არ მჟღავდება? უპირველეს ყოვლისა მჟღავდება იგი ჩვენს ცხოვრების წესში, იგი მჟღავდება ჩვენს ემოციებში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მჟღავდება ჩვენს სიტყვაში. სიტყვა ეს არის სულის მდგომარეობის ლუსტრაცია, მატერიალიზაცია. დაუკვირდით თქვენს სიტყვებს, რას ამბობთ, როგორ ამბობთ, როდის ამბობთ, რა ინტონაციით ამბობთ, გესმით, რა კონტექსტში ამბობთ, დააკვირდით, რა გავლენა აქვს მოყვასეთ თქვენს სიტყვას, დააკვირდით და დააკვირდით. ძალიან ხშირად აღმოაჩენთ რომ თქვენი სიტყვა თანაზიარია დემონურ ენერგიასთან, გესმით? თანაზიარია. იმიტომ რომ ადამიანებს ის გულს ткენს, ადამიანებს შეურაცხყოფს, ავლენს თქვენს არაჯანსაღ გულის სიტყვებს და აზრებს. რა არის გულის სიტყვები და აზრები? ეს ან ღმერთთან არის, ან ღმერთის გარეშეა. თუ ღმერთთან არის, ამ შემთხვევაში ადამიანი კანონიერად ცხოვრობს და თუ ღმერთის გარეშეა, ეშმაკთან არის უკანონო ცხოვრობს და გახსოვთ ადრე გითხარით ადამიანს ან ღმერთი უყვარს ან არ უყვარს, ან ღმერთი სიყვარულისაკენ მიისწრაფის, ან არა და თუ ღმერთთან კანონიერ კავშირშია, ეს არის აი ერთგვარ პატიოსან ქორწინებას გავს, ადამიანი პატიოსან ქორწინებაში რო იმყოფება. ხოლო თუ ღმერთთან კავშირი არ აქვს, ის მრუშია სულიერად, იმიტომ რომ არასწორ კავშირში იმყოფება დემონურ სამყაროსთან. და თუ ქრისტიანია, სიძვაში იმყოფება. ხოლო თუ ქრისტიანია მრუშობაში იმყოფება, იმიტომ რომ ქრისტიანს აღთქმა მიცემული, რომ მხოლოდ მასთან უნდა იყოს. ჩვენ ვართ ეკლესია და ეკლესია არის ზალი უფლისა. გესმით? აი ეს ძალიან მარტივია და თუ ვართ ჩვენ ქრისტიანები სიძვაში ვერ ვიქნებით, ჩვენ ორმაგცოდვაში ვიქნებით მრუშობაში, იმიტომ რომ მისდამ ერთგულება გვაქვს ნათქვამი და თუ ჩვენ ვართ მრუშობაში, სადვლინდება ჩვენ სიტყვაში, დავაკვირდეთ ჩვენ სიტყვებს. ის ახდენს ჩვენი შინაგანი სამყაროს, ჩვენი აზრების, ჩვენი გულის სიტყვების ლუსტრაციას წარმოადგენს და შესაბამისად ხვდები შენი გულის სიტყვები და აზრები სად არის, რასთან არის შეერთებული. ამიტომაც გახსოვთ ქრისტეს სიტყვები, სიტყვითა შენითა გამართლდები და სიტყვითა შენითა დაისჯები. საბოლოო ჯამში კი რა თქმა უნდა თუ ჩვენში ჭარბობს ნათელი და თუ ჩვენ ქრისტესნი ვარ და ქრისტეს შვილები ვარ, ეს არსად არ დაიკარგება. აი რატომ არის რომ სიკეთეს კეთება არ არის აუცილებელი რომ იყოს თუ პირადი სიკეთე არის რაღაც ისეთ სიკეთე, მაგალითად ღვთელი წირავს, ეს სიკეთეა. ეხლა დამალული ხო არ წირავს, საქვეყნოთ უნდა წიროს. გესმით, საქვეყნოთ უნდა იმსახუროს, სიტყვაზე ვამბობ. ქრისტიანი კეთი კარგად უნდა მოიქცეს საზოგადოებაში. ხო, ეს სიკეთეა. გესმით, იგი დემონსტრირებას უნდა ახდენდეს თავის ქრისტიანობის. მარხვაში მარხულობდეს, სადაც იგინებიან არ იგინებოდეს, სადაც განიკითხავენ არ განიკითხავდეს, გესმით? აი ასე შემდეგ, ანუ ის დემონსტრირებას ახდენს თავის სიკეთისა. არ მალავს ამ სიკეთეს. ხო, მაგრამ არის ხანდახან ეს სიკეთე დაფარულია, დამალულია. და ადამიანს როცა ის რაც დაფარული და დამალული უნდა იყოს, ხო, ის ხშირად ადამიანს ეშმაკი უჩურჩულებს, რომ სიკეთეს თუ ვერ წაგლეჭს ეშმაკი ადამიანისგან, იმას მაინც ცდილობს, რომ მიდი ეხლა ეს გამოაშკარავე, აი შენ როგორი მოღვაწე ხარ, თქვა შენ როგორი მლოცველი ხარ, შენ როგორი ქველმოქმედი ხარ და ასე შემდეგ, ხო, როგორ სიკეთ და ასე შემდეგ ადამიანებს როგორ ზრუნავ, მიდი გამოაშკარავე ეს და ადამიანი ხშირად ცდუნდება, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რომ მადლობა უთხრან ადამიანს, უნდა რომ თავზე ხელი გადაუსვან. ადამიანს ეშინია რომ ეს სიკეთე მას პირად ბედნიერებას სიხარულს ვერ მოუტანს და ასე შემდეგ. ადამიანისათვის მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობენ მასზე, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, რა ვიცი, ამ ორივეა აქ. ეს ძალიან ღრმა თემა ამას არ ჩავშლი. მაგრამ აი უფალი გვეუბნება, გვანუგეშებს, რომ
ნუ გეშინიათ არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა გინა ქვეშე ცხედარსა შედგიან ანუ არ დაფარავენ საწოლის ქვეშ არ დადგავენ სანთელს ხო და არაფით არა ქოთანს არ ჩამოაცმევენ არამედ სასანთლესაზე და დადგიან რათა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდან შენში არსებული საღვთო ნათელი ის ღმერთმა ანთო და ღმერთივე არ დაფარავს მაშინ როცა ჩაწიროთ ჩათulis ხოლო ძირითადად შენი ნათელი გამოჩნდება შემავალნი ამ ნათელს ხედავენ რამე თუ არა არც დაფარული რომელი არა გამოცხადდეს და არც საიდუმლო რომელი არა საცდაური იყოს და ცხადად მოვიდეს ამიტომ ჩვენში არსებული სიკეთესა და ბოროტება საბოლოო ჯამში არ დაიმალება სიკეთეს გამჟღავნდება და ბოროტებაც გამჟღავნდება გესმით ის რასაც ჩვენ თვალებში ვერ შეხვედავდით ერთმანეთს ჩვენს გულში ისეთი რაღაცები ახშირად თვალებში ვერ შეხვედავდით ერთმანეთს ყველაფერი გამჟღავნდება თუ ჩვენ მათ არ მოვიცილებთ ჩვენი გონების მეტამორფოზით ჩვენი გონების მეტანოით ანუ სინანულით და თუ არ გავემიჯნებით მათ და ამ ცხოვრებაში კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ სიცოცხლე გვიყვარს და ხვალინდელ დღე არ ვიცით როგორი იქნება, მაგრამ ერთი რამე დანამდვილებით ვიცით, რომ უნდა მოვასწროთ სინანული და ვერ ვასწრებთ, უნდა მოვასწროთ ქრისტესთან ერთობა და ვერ ვასწრებთ და ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება თვალსა და ხელშუა გველება. ჩვენი ვერდებით, ამით ასაკში შედის ხედავს, რომ როგორ ჭკნება, როგორ ჭაღარავდება, როგორ რაღაცები ვეღარ მუშაობს ისე კარგად, გესმით, ენერგიის აღდგენა არ ხდება, აშკარად სიკვდილისკენ მიდის ადამიანი, ამას გძნობს, ეს კარგია, ცუდი კი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი როს ბავშვით ენერგიით სავსე იყოს, ხო და ვერ იგრძნობს სიკვდილს, ისე მოუახლოვდება და არ დაფიქრდება სიღრმისეულად, რომ ეხა პასუხი უნდა აგოს ცოტა ხანში. ამიტომ ჩვენ გძნობთ ჩვენ საკუთარ ხრწნას. ადამიანი ცოცხლად იხწნება, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ ესეა, მუდამ ხდება ნივთიერებათა ცვლა, მუდამ კვდებიან ჩვენში უჯრედები, იბადება ახალი უჯრედები, მაგრამ ასაკთან ერთად უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება და ამიტომ ჭკნება ადამიანი. ანუ ჩვენ ვხედავთ საკუთარი თავის ხრწნას, ჯერ კიდევ ცოცხალ. ესეა, ეს მოცემულობაა, ამას ვერაფერს ვერ უზავ. კბილები გძვრება თავი, თვალები ვეღარ ხედავ, ასე შემდეგ. მაგრამ აი პავლე მოციქული გვეუბნება მეორე კორინთელთა ეპისტოლეში, რომ ნუ გავიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხწნება, ნუ გეშინიათ. დღითი დღე ახლდება შინაგანი. და თუ შინაგანი არ ახლდება, ქრისტიანობაც ეგ არის, ზუსტად რომ გარეგანი რო იხსნება, შინაგანი უნდა განახლდებოდეს და ამიტომ აი 100 წლის მოხუცებულობაში რომ ან უკიდურეს უძლურებაში ლოგინად ჩავარდნიათ ჩვენ ვიცით წმინდათა ცხოვრება უკიდურეს უძლურებაში იყვნენ ლოგინად ჩავარდნილები სასწაულებს ახდენდნენ თვალებში სიხარულის ნათელი ჰქონდათ რატო კაცო აგე ვეღარ მოძრაობს უკვე ლამის პარალიზებულია იმიტომ რომ შინაგანი განახლებული აქვს ამიტომ დიახაც ჩვენ არ გვეშინია არანაირი განსაცდელის ავადმყოფობის მათ შორის სიბერის გარდაცვალების ხრწნადობის იმიტომ რომ ჩვენში შინაგანი განახლების პროცესი მიმდინარეობს ესე იგი მუდამ და ის არ ჩერდება თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა ამ ქვეყანაზე 1000 მიზეზია რომ ვიტანჯებოდეთ რაღაცა გვაწუხებდეს ფიზიკურიც ფსიქოლოგიურიც სულიერიც მორალურიც და ასე შემდეგ მაგრამ ეს ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის ესე იგი უსაზღურო დიდებას შეიქმს ჩვენთვის რა შემთხვევაში იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ თუ ეს წამიერი რატო წუთისოფელია ტანჯვა უსამართლოდ დევნულება წნეხი ჩვენზე და ასე შემდეგ არის ქრისტესათვის და ქრისტესათვის თუ არის ეშმაკი ყოველთვის გებრძვის ერში როგორც წესი ეშმაკი იბრძვის სხვა ადამიანების მიერ შენ წინააღმდეგ თუ განდეგილი ხარ პირდაპირ გებრძვის ისე რომ არ გებრძოდეს ეგეთ რამე გამორიცხულია წარმოუდგენელი არასოდეს არ იქნება იცოდეთ ყველამ ერთი განსასწრელი დამთავრდება აუცილებლად ცოტა ხანში დაიწყება მეორე ისიც რომ დამთავრდება მერე კიდევ დაიწყება არასოდეს არ იქნება ისე რომ განსასწრელი არ იყოს უბრალოდ იგი ტალღისებურად მოდის შეიძლება გაგახსენდათ ეხლა მეც გამახსენდა რომ ზოგან რომ ტალღისებურად კი არა ახლა პერმანენტულად რომ არ უმთავრდება ხოლმე განსასწრელი არიან ესეთი ადამიანები ხუდლები ვართ ჩვენ და ჩვენს პრაქტიკაში უამრავი ადამიანია ჩვენ თვალწინ არიან ადამიანები რომელთა განსასწრელი პერმანენტულია
იცით რა არის მიზეზი? ამ ადამიანების პატივმოყვარეობა და სიამაყე. მხოლოდ სიამაყე, ოღონ ამაყნი ყველა ვარ, პატივმოყვარე ყველა ვარ. ზღვარს გადასული სიამაყე და პატივმოყვარეობა, რომელიც არ ინკურნება და განსასწრელი არის მაკურნებელი პატივმოყვარეობასა და სიამაყისთან, თუ რა ამდაბლებს ადამიანს და თუ ადამიანი ჯიუტად არ ინკურნება და არ იმდაბლებს თავს, ასეთ ადამიანების ცხოვრებაში განსასწრელი არის პერმანენტ არა ტალღისებური, რომ ამოისუნთქოს, არამედ პერმანენტული, ვერ ამოისუნთქავს ხო. თუ საკმარისია მას ამოსუნთქვის საშუალება მისცე, ისევ იფუხება სიამაყე. და ესე სულ მუდამ ესეთ მდგომარეობაშია. მე ასეთ ადამიანებს პირადად ვიცნობ. და თუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენში განსასწრებელი არ არის ტალღისებურა და ამოსუნთქვის კეთილი პერიოდები არა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივმოყვარეობას და სიამაყეს უნდა მივხედოთ. ასე რომ ცირეოდენი ტანჯვა გვაშინებს, იმიტომ რომ ცოტა ხანი გაგრძელდება და დიდებას და ბედნიერებას მოგვიტანს, იმიტომ რომ ქრისტესთვის ვიტანჯებით და ამავე დროს ადამიანს ამ დროს ასეთი ცხოვრების წესი აქვს. ხილულს კი არ მივაპყროთ მზერას, არამედ უხილავს. ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი წაროვალი. უხილავს, ანუ რომელსაც მე ვერ ვხედავ ფიზიკური თვალებით, მაგრამ მას უნდა ვხედავდე გულისმიერი თვალებით. ეს არის ჩვენი ღმერთი. ანუ ადამიანი ღმერთზე არის კონცენტრირებული აბსოლუტურად ყველაფერში. აი ყველა რო ჭამს მაშინას, ახსოვს ადრე გითხარით, რატო ჭამ და მამაოჩო, რა შუაშია მამაოჩო. ესე იგი ცხოველის ფიზიოლოგიურ პროცესს იწყებ, უნდა გაკულტურებული თქვა ესე ხო ცივილურად ადამიანი ხო ცხოველი არ არის, მაგრამ ცხოველურ პროცესს იწყებ და მამაოჩო რატო ამბობ, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს რომ ღმერთიშვილი ხარ მაშინაც, როცა შენ რაღაც ფიზიოლოგიური პროცესი მიდის შენში კვებისა, მაშინ უნდა დაგავიწყდეს ყველაზე მეტად. და მაშინაც კი მზერა მიპყრობილი იყოს ღმერთისაკენ. მაშინ, ამიტომ ჩვენ ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. ამიტომ არის მამები რომ ჭამენ, გულით ღმერთთან არიან და ლოცულობენ, ან წმინდათა ცხოვრებას ისმენენ და ასე შემდეგ. მე აგზელებს, ვიცით რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი და ეს კარავი, სხვადასხვა სახელს უწოდებს, დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. ამიტომ არაშინია ადამიანს ეს დროებითია მისთვის, აი ეს ხწნადობაც, ყველაფერი, იმიტომ მარადიული უშენდება და ეს მარადიული არის ის ყოფიერება, რომელიც გონება მიუწვდომელია და ის განახლებული სხეული, რომელიც აღარასოდეს დაზიანდება, აღარასოდეს მოშივდება, აღარასოდეს მოწყურდება, არასოდეს დაიტანჯება და იქნება დამორჩილებული სულზე და სულივით მარადიული და დაუშლელი ღვთის განგებითა და მადლით. და ჩვენ ქსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენ ქსურს ადამიანის ნებელობა, ანუ ადამიანი ღმერთზე კონცენტრირებული რომ არის, ის მარადიული სიცოცხლეზე ორიენტირებულია და შესაბამისად ამის სურვილით აღსავსია და ამის მოლოდინით მოველი აღდგომას ამ მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ. ყოველ დილას ამბობს ამას ქრისტიანი, ყოველ წირვაზე ისმენს და ამბობს ამას ქრისტიანი. ეს არის ჩვენი მოლოდინი. რას მოელი? შენი ცხოვრებიდან რასელი? რა არის შენი ცხოვრების მიზანი? მე მოველი აღდგომას ამ მკვდრეთით და მარადიულ ცხოვრებას. ის ამას მოველი. აი ეს არის ჩემი მოლოდინი. რა თქმა უნდა, მარადიული ცხოვრება ეს ნიშნავს ცხოვრებას ქრისტეში, იმიტომ რომ ღმერთის გარდა სხვა მარადიული სიცოცხლე არ არსებობს. ამ კარავში მყოფი, მაგრამ სანამ აქ ვართ, კი სიმძიმით ვგმინავთ, ვიტანჯებით. კვლავ ხას უსვავს პავლე მოციქული, ადვილი არ არის, მაგრამ რომ ვგმინავთ, ის კი არ არის ჩვენი მიზანი, რომ განვიძარცვოთ, ანუ მოვკვდეთ, აი ადამიანი რომ იღლება ხოლმე ამ სოფელში, აქ ეს განწყობა, რომ დავიღალე. და წამიყვანოს უფალმა. რომ ისახნია და წამიყვანოს, მოტივაცია რა არის? თუ შენ იმიტომ გინდა რომ გარდაიცვალო, რომ დაიღალე, ეს ქრისტიანული მოტივაცია არ არის და აი აქ ნახეთ მაგას ამბობს ზუსტად რომ ვგმინავთ ამ სოფელში და ამ ხორცში, მაგრამ განძარცვა კი არ გსურს, ანუ სიკვდილი კი არ მინდა და კი არ მინდა რომ განვიძარცვო, რომ გარდავიცვალო, ანუ ამ ქვეყნიურ ტანჯვას გავექცე, არამედ შემოსვა მსურს, რათა ცოცხალმა თანთქას სიკვდილი, ანუ ეს მოტივაცია რა არის?
ქრისტიანის გარდა мотиваცია რომ გავიდეს ამ ქვეყნიდან არის ის რომ არა ის რომ ამ ტანჯვისგან განთავისუფლდეს და 8 წლისგან უფრო სწორედ რომლითაც ქრისტესადმი ერთგულებას გამოხატავს არამედ მარადიული სიცოცხლეში შესულა რომელიც ქრისტეს შემოსილობის რეალიზებას სურს მთელი სისავსით რომელიც მასში დაწყებულია ნათლისღების ჟამს გესმით აი ეს დადებითი მდგენელია დადებითი ადამიანი რომელსაც ჭეშმარიტად სწორად სურს გარდაცვალება ის ფიქრობს არა ტანჯვისგან გათავისუფლებას არამედ ქრისტესთან ერთობას ისე ნატრება უფალი ენატრება სწორედ ამისთვის შექმნა ჩვენ ღმერთმა ანუ ქრისტესთან ერთობისთვის რომ მარჯვენით ქრისტესი დავждეთ როგორც ქრისტე დაждდა მარჯვენით მამისა სრულ დიდებაში შევიდეთ ამისთვის შექმნა ღმერთმა და არა მარტო გვითხრა რომ ამისთვის შექმენითო ეს არ იქნებოდა საკმარისი არამედ მოგცა სულის წინდი აი ნიშნობა რასაც ქვია წინდი ჩვენ დანიშნულები ვართ ანუ ჩვენში არის საღვთო მადლი რომელიც გვაიძულებს კაი გაგებით რომ აი ასე ვიფიქროთ ეს გავიგოთ ჯერ ესეთი აქაც წერია გავიგოთ თქვენ ხო ხვდებით რომ ადამიანები კითხულობენ წმინდა წერილს და ვერ იგებენ და არც აინტერესებთ და არც ქრისტიანები არ ხდებიან საერთოდ ადამიანს ძალიან უჭირს თუ მასში სულის წინდი არ არის გაიგოს სახარება გაიგოს ეკლესიის შესახებ გაიგოს წმინდანის ცხოვრება გესმის აი ეხა ფილმი არის ხო გამოსული პაისიზე და გენიალური იდეალური სულიერი თვალსაზრისით ადამიანები უყურებენ და ვერ იგებენ ნუ ვერ იგებენ გონიათ რომ რაღაცა მკრეხელობა ამ დროს იქიდან მართლა მადლი იღვრება რატომ არ ვიცით ღმერთმა ინება ესე და გააკეთა ხო ჩვენ ვიცით რომ დიდი წმინდა პორფირი კავსოკავილელეს უდიდესი წმინდანი მე-20 საუკუნისა ამბობდა ხოლმე რომ რა დიდებული იქნება რომ მოხდეს წმინდანებზე ფილმების გადაღება რომ დაეხმაროს ფილმი რომ ვიზუალურადაც კი განიცადოს თუ ის კარგად გაკეთებულია წმინდანის ცხოვრება. რა ადამიანები არიან ვერ იგებენ და მორჩა. შეიძლება ადამიანი დადიოდეს გვერდზე, აი იოსების სიქასტი მაგალითად, ხო? ამხელა წმინდანია და უყურებდნენ და არა კაცო ეს ხილშია ამბობდა. იოსების სიქასტის მემკვიდრეები დღეს ცოცხლები არიან. ზოგი აღიქვავს და ზოგი ვერ აღიქვავს, უყურებენ და არა კაცო ეს რაღაც. ყველას არ სამწუხარო და თუ შენ შეგიძლია სიწმინდის აღქმა, ეს ნიშნავს რომ შენში სული წმინდის ნიჭია, რომელსაც აი პავლე მოციქული სულის წინც უწოდებს. ანუ ის არის შენში, რომლითაც ამას აღიქვავდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთისწყალობაა და მადლობდეთ ჩვენ ამისათვის უნდა ღმერთს. და თუ ეს წინდი გვაქვს, რითაც ჩვენ გძნობ და განვიცით სწორად, ყოვლისათვის ნდობით ვართ ახსილი, ვენდობით ეკლესიას. საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს, აი სულის წინდის დეფიციტი აქვს და ვერ ხვდება ვინ არის წმინდანი, რა არის კეთილი ნაყოფი მოღვაწეობისა, ეკლესიისა, რომელი მოღვაწეობს სწორად და რომელი არასწორად, როცა ადამიანი ამას ვერ ხვდება, ეს ნიშნავს, რომ და საბოლოო ჯამში სადამდე მიდის, იცით? ეკლესია ახდენს კანონიზირებას, სხვა წმინდა სოფრონ სახაროვი, ხო? იგივე ათონელი, იგივე ინგლისელი, სხვადასხვანაირად იხსენებენ. ეკლესიამ კანონიზაცია მოახდინა. არიან ადამიანები, რომლებიც მაინც აკრიტიკებენ მას, მაინც. ეს საოცრება, ანუ ეკლესიისადმი ნდობაც არა აქვთ და აი აქ ამას ამბობს პავლე მოციქული, რომ ჩვენ ყოველთვის ნდობით ვართ ახსილნი, ყველაფრის ეშმაკისადმი ნდობით კი არა და რაღაც, არამედ ეკლესიისადმი ნდობით ვართ ახსილნი. ვენდობით, გესმით, როგორ შეიძლება ეკლესიას არ ენდო, გესმით? იმით და როცა არ ენდობი, ესე იგი შენში სულიწმინდის დეფიციტია. და ამავე დროს გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე რწმენით ვიარებით და არა ხედვით, ანუ ვერ ვხედავთ. ამიტომ ნდობას, სწორ ნდობას, სულიწმინდის დაწინდულობას სულიწმინდასთან, იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენში მადლი ხედავს და ამიტომ ვერ ვხედავთ და ჩვენში მადლი რო ხედავს ამას ქვია რწმენა. ანუ რწმენა ის კი არ არის რომ ღმერთის არსებობისა მჯერა. არა, რწმენა არის რომ ხედავ, აი პავლე მოციქული იტყვის ხო ადგილას რომ რწმენა არის უხილავის დანახვის შესაძლებლობა. რწმენა არის ძალა, რომელიც უხილავს გაჩვენებს. აქაც იგივეა, რწმენით ვიარებით, ანუ რწმენით ვხედავთ და ფიზიკური თვალით ვერა, რწმენით ვხედავთ. და კვლავ ნდობაზე აკეთებს აქცეს და ნდობით ვართ ახსილნი, ვენდობით ბოლომდე და გვიჯობს ისე გარდაცვალებას უბრუნდება პავლე მოციქული, გვიჯობს სხეულიდან განსვლა და უფალთან მისვლა.
და თვითონ ხო მისი ცხოვრებაში როგორ ჩანს ეს, როგორ ენატრება ოფალი, როგორ უნდა ამის ეს, როგორ უნდა რომ ის ცხოვრებაში მოხდეს. ხოლო ჩვენ ვცდილობთ რომ სხეულში ვყოფნი თუ სხეულისაგან გასულნი, ანუ სხეულში ვარ თუ სხეულიდან გავალთ, ჩვენი მცდელობა იქნება ყოველთვის და არის რომ მისთვის ვიყოთ სათნონი. ანუ ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული, მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. მე ცოცხალი ვარ, ხორცში ვარ, ფიზიკურად. თუ ხორციელად გარდავიცვლები, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ მისთვის ვიყოს სათნო, ანუ მისი ნებისაებრ ცხოვრობდე, მისი ნებისაებრ ვფიქრობდე, მისი ნებისაებრ მოხდეს ყველაფერი, ჩემი გარდაცვალებაც თუ ამ ქვეყანაზე დარჩენას ყველაფერი მისი ნებისაებრ მოხდეს, მისი უწმინდესი ნებისაებრ. და როგორც გითხარით, ბოლოს ეს ყველაფერი ხდება და მე ყველანი უნდა წავსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულს მიეგოს მისი კუთვნილი. იმის და მიხედვით თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი, კეთილსა თუ ბოროტს. კეთილი კიდე არის ნება ღვთისა, ხოლო ბოროტი ღვთისნების საწინააღმდეგო. კეთილი არის ღვთისნების გაგება შეუძლებელია იმ სულიწმინდაზე დაწინდულობის გარეშე, ადამიანური რესურსით ადამიანს არ შეუძლია ღვთისნება განჭვრიტოს, შესაბამისად არ შეუძლია კეთილის ქმნა. ადამიანი აქედან გამომდინარე საშიში მდგომარეობაში იმყოფება, თუ ჩვენ სულიწმინდის წინდი არ აგვაქვს, მაშინ ჩვენ ვერ ხვდებით ღვთისნებას რა არის, ვერ ვარჩევთ კეთილსა და ბოროტს და შესაძლებელია რელიგიურნი ეკლესიაში მყოფნი და თვით სასულიერო პირნიც კი აღმოვჩნდეთ ძიმე მდგომარეობაში და ვერ გავიგოთ რა არის სწორი და რა არ არის სწორი. ამიტომ და რა არის გარანტია ერთგვარი იმისა, რომ ესე არ დაგვემართოს თავმდაბლობა, ქრისტეს დარი სიმდაბლე, რომელიც ვლინდება მორჩილებაში და სიყვარულში, ღვთისა და მოყვასისადმი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.